კარგით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი შეკრებები, როგორც იცით, ეხება ხოლმე საკვირაო სახარებას და დამდეგ კვირა დღეს გიორგობა დაგვემთხვა. ეხლა ჩვენი ტაძრის დღესასწაულია და პირველ რიგში გილოცავთ ყველას წინასწარ, მაგრამ არ გამოვა ისე, რომ საკვირაო სახარებას აუციოდ გვერდი, მით უმეტეს, რომ საკმაოდ ისეთი კარგი სახარება იკითხება, მნიშვნელოვანი სახარება თავისი შინაარსით, თავისი დატვირთვით და მინდა რომ სულ რაღაც ცოტა დრო წაგართვათ ამ სახარებაზე საუბრით. ესე იგი, მომავალ ანუ დამდეგ კვირას უკვე ხვალე ტაძრებში ლიტურგიაზე იკითხება სახარება ლუკასაგან, ეს არის იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი, როგორც ვთქვი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იგავებიდან, რაც კი წარმოუდგამს მაცხოვარს. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი იგავი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იგავი, იმიტომ რომ პირადად გვეხება ყველას აბსოლუტურად, შეიძლება ასეც ითქვას. იმ კონკრეტულ მომენტში ეს იგავი წარმოითქვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რჯულის მეცნიერი, ასე ვთქვათ, რჯულის მეცნიერები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმ დროინდელ ისრაელში იუდეველებს განუმარტავდნენ ხოლმე რჯულს, მოგეხსენებათ, მათ მოსეს რჯული ჰქონდათ მიცემული და აი ამ რჯულის განმარტებლები იყვნენ საკმაოდ ისეთი იმ პერიოდისთვის ცოდნე და განათლებული ადამიანები და როგორც მოგეხსენებათ, თლად კარგი თვალით არ უყურებდნენ მაცხოვარს, მის გადაგებებს, არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება მის მიმართ და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ რაღაცაში გამოეჭირათ მათი რჯულის დარღვევაში ან არასწორად რჯულის სწავლებაში, რომ მერე შემდეგ თქონოდათ მიზეზი იმისათვის, რომ მაცხოვარი, ასე ვთქვათ, გაესამართლებინათ და სწორედ აი როგორც ლუკა მახარებელი გვეუბნება, ამ მიზნით მიდის ეს ადამიანი მაცხოვართან და ასეთ რაღაცას ეკითხება. ეს რა რჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსდიდა იესოს და ეტყოდა: მოძღვარ, რა იქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო. როგორც მოგახსენეთ, ეს მისი მისვლა და თვითონ ტექსტიც გვეუბნება, რომ იყო გამომცდელი მისვლა, მან მეტნაკლებად რჯულიდან კარგად იცოდა რა არის მოცემული და რა შეიძლება რომ ადამიანმა აღასრულოს იმისათვის, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს, მაგრამ მას ინტერესი ჰქონდა ერთადერთი ის, რომ რამენაირად გამოეცადა მაცხოვარი, რომ იქნებ რაიმე რჯულიდან გადახოვული ეთქვა მაცხოვარს და შემდეგ ამითი საბაბი მისცემოდათ მათ, რომ იგი გაესამართლებინა და მაცხოვარი ასეთ რაღაცას პასუხობს. ასე ვთქვათ, კითხვას კითხვითვე უბრუნებს და ეუბნება. ხოლო თავად მან რქვა მას: რჯულსა ვითარ წერილ არს და ვითარ აღმოიკითხავ. აი ამ კითხვაში, რომელიც შეუბრუნა მაცხოვარმა, გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ იგულისხმება იმ ადამიანის მხილებაც, იმიტომ რომ ის როგორც გითხარით, იყო რჯულის მოძღვარი, რჯულის მეცნიერი, მან კარგად იცოდა რჯული და ამ კითხვით რომ მიდის მაცხოვარმა, რა თქმა უნდა, იცის მისი ეს მზაკრული, ასე ვთქვათ, გეგმა, რისთვისაც არის მისული და უბრუნებს კითხვას, რომ როგორ წერია რჯულში, თქვენ როგორ კითხულობთ. და ადამიანი ეს რაღაცას პასუხობს. ხოლო მან რქვა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. რქვა მას იესო: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სხონდე. ანუ ამ ადამიანმა აი აქედან უკვე ჩანს ამ პასუხიდან, რომ ძალიან კარგად იცოდა, რაც ეწერა რჯულში და რა შეიძლება ყოფილიყო ცხონების გზა და თავისივე პირით ათქმევინა მაცხოვარმა ეს ყველაფერი, რომ შეიყვარო ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მოყვასი შენი როგორც თავითვისი. ამ ადამიანმა წარმოთქვა ეს სიტყვები თავისი პირით, ანუ მაცხოვარმა აღიარებინა ეს ყველაფერი და პასუხობს მე, რომ ეს შეასრულე და ამითი ცხონდები. ეხლა რა არის ამ დიალოგში, ასე ვთქვათ, ამ რჯულის მეცნიერისთვის პრობლემა? ის რომ იმ პერიოდში ზოგადად, იმ პერიოდში კი არა, ფარისევლები, აი რჯულის მეცნიერები, ანუ ეს ელიტა, რელიგიური ელიტა მაშინდელი იერუსალიმისა მოყვასად ზოგადად განიხილავდნენ მხოლოდ თავის ახლობლებს. იუდეველებს, მაგრამ უფრო რომ დავავიწროთ და უფრო რაღაცა ვიწრო კუთხით რომ შევხედოთ, თავის ახლობლებს, სანათესაოს და იმათ, ვინც მათ, ასე ვთქვათ, კეთილს უყოფდა. და მაცხოვრმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა, რა თქმა უნდა, და აი
სწორედ ამას ეუბნება და ამაზე უსვამს ხას, რომ თავისივე პირით ათქმევინა, რომ შეიყვარო უფალი და შეიყვარო მოყვასი შენი როგორც თავი თვისი. რა თქმა უნდა ამ ადამიანისთვის კარგი იყო მაცხოვარმა როგორც დაიწყო რომ მართალი ხარ, რასაც ამბობ, მაგრამ შემდეგი სიტყვები უკვე შეიძლება არც ეს სიამოვნა რო უთხრა ამ ადამიანს რომ აი ეს შეასრულე და ამით ცხონდები და რა თქმა უნდა ეს ადამიანი როგორც მოგახსენეთ აი ამ კონკრეტული მიზეზის გამო რომ ისინი მოყვასათ გარდა თავისი საახლობლო წრისა არავის არ მიიჩნევდნენ, გაუჭირდებოდა ამ რჯულის აღსრულება და მეკითხება ასეთ რაღაცას მაცხოვარს და ვინ არის ჩემი მოყვასი და მეტყველებს ეს ყველაფერი მის სულიერ მდგომარეობას. ზოგადად ამ ფარისევლების ამ ჯულის მოძღვრების პრობლემა რაში იყო, რომ ისინი შეიძლება აი რომ შევხედოთ მათი ცხოვრების წესს, ხო, შეიძლება ზედმიწევნით აღასრულებდა ყველა ჯულს, აი რაც ეწერათ. ჩვენ ყველას გვახსოვს, ხო, მეზვერე და ფარისევლის იგავი, მეზვერე იწყებს, ხო, ლოცვას, რომ დიდება შენ ღმერთო, რომ ესეთი ვარ და მარხვას ვიცავ, ათეულს შევწირავ, ანუ ყველაფერს აღასრულებდნენ სიტყვით, ბუკვალურად, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ის სული, ის მაცხოვნებელი სული, რაც მათ რჯულში იდო, მათ არ ესმოდათ და აი ესე რაღაცა სიტყვით დაზეპირებულად აღასრულებდნენ ამ ყველაფერს და იმის იქით უკვე არაფერს აღარ აკეთებდნენ, რომ მართლა სულის ცხონებისთვის ეზრუნათ და აი აქედან ჩანს, ზუსტად ამ კითხვიდან ჩანს ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობაც და იკითხება რომ ვინ არის ჩემი მოყვასი და მაცხოვარი იწყებს იგავის მოყოლას. მიუგო იესტარ ქვა, კაცი ვინმე გარდა მოვიდოდა იერუსალიმით იერიქოთ და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცვეს და იგი დაწყლეს და წარუიდეს და დაუტევეს მწყდარი. ზოგადად იმ პერიოდში იერიქონი იყო საკმაოდ ისეთი ცნობილი ქალაქი და მას რამდენიმე განმარტება აქვს. ანუ ებრაულად იერიქონი ნიშნავს კეთილსურნელს, მაგრამ ზოგიერთი განმარტებელი მას მოიხსენებს როგორც მთვარეს ან თვეს, ესე განმარტავენ და ეს რა თქმა უნდა წარმართულ ღვთაებებთან არის ხო მთვარე და ის დაკავშირებული და ამბობენ რომ შეიძლება აი ამ მთვარის ღვთაების და მათ თაყვანისმცემლების დაარსებული ქალაქი იყო ეს იერიქონი რა და ძველაღთმაში, როდესაც ისუნავესზე ეს ქალაქი აიღო, თქვენ გახსოვთ იერიქონის დაცემა, ხო ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ძველი აღთმის პერიოდში, როდესაც აი ეს ერთი კვირის განმავლობაში შესეულიან კედლებს და ბუკით და ითი ცდილობენ რომ აიღონ ეს და როდესაც საბოლოო ჯამში აიღებს, ხო, ისუნავესზე ამ იერიქონს ის ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ვინც ამ ქალაქს აღადგენსო, მათ შვილებზე იყოს ეს ყველაფერი, ანუ დაწყევლა ის ადამიანები, ვინც ამ ქალაქს აღადგენდა და აი ხა ამოგიკითხავთ ეს როგორ ჟღერს ეს ყველაფერი. თავის პირმშოზე დაადგინებს იგი მის საფუძველს და თავის უმრწემეს ძეზე დააშენებს მის კარიბჭეს. აი ესეთი წყევლა დატოვა, ასე რომ ვთქვათ, ამ ქალაქის ამშენებელზე მომავალში. მაგრამ მიუხედავად ამ წყევლისა, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც ერქვა სახელი უკაცრავად გეტყვით ახლავე, აქელ ბეთელელი. ხო, ესაც მეფე აქაბის დროინდელი ადამიანი არის, იმ პერიოდში მოღვაწეობდა და აი ამ ადამიანმა აღადგინა და როგორც მესამე მეფეთა წიგნიდან ვიცით, შემდეგ მართლაც გარდაიცვალაო ამ ადამიანს ორი შვილი და ანუ ეს წყევლა ახდა მასზე. საბოლოო ჯამში კაი ხანი იარსება იერიქონმა და აი რომის იმპერიამ როცა დაიპყრო იერუსალიმი, მეფეთა რეზიდენციაც კი იყო იმ ქალაქში და აი ჰეროდე დიდი, როგორც ამბობენ, ამ ქალაქში გარდაიცვალა. და ეს ქალაქი დაშორებული არის იერუსალიმიდან დაახლოებით ჩვენ თანამედროვე საზომით რო ვთქვათ 15 კილომეტრი, 150 უტევანი მაშინდელი საზომით, ჩვენი საზომით 15 კილომეტრი და საკმაოდ საშიშ გზად ითვლებოდა. მიზეზი იყო ის, რომ უდაბური ადგილი იყო, ტყეიანი ადგილი იყო თან დაუსახლებელი და ხეცები იყვნენ ბევრი და თან ყაჩაღებისთვის, მაშინდელი დროინდელი მძარცველებისთვის და კრიმინალური ადამიანებისთვის იყო თავშესაფრად. ძარცვავდნენ იქ ხალხს. და ამ გზაზე მიდის ეს ადამიანი, რომელსაც მაცხოვარი საუბრობს და ამას განმარტებლები საკმაოდ ისეთ კარგ სულიერ, ასე ვთქვათ, განმარტებას აძლევენ, რომ აი ამ ადამიანს, ვისაც მაცხოვარი ამახვილებს ყურადღებას, რომ მიდის იერუსალიმიდან იერიქოში, ხო, მოიაზრებენ ადამს და ადამის სახით მთელ კაცობრიობას.
იერუსალიმიდან იერიქოში სიარული ნიშნავს ადამიანის დაცემას და ადამიანის დაცემას ზოგადად 60-დან ჯოჯოხეთისკენ, ხო? როგორც მოგეხსენებათ, იერუსალიმი გაიგივებული არის ახლა ამ შემთხვევაში 60-ესთან და იერიქოზე მიმოვალი გზა არის ადამიანის ცოდვით დაცემასთან ასოცირებული და შესაბამისად აი ეს გზაც, რომელზეც მე ეს ადამიანი ავაზაკებმა ასე ვთქვათ დაიჭირეს, გაძარცვეს, ცემეს და ისე დაუტევეს, ხო? ამ ავაზაკებში მოიაზრებენ ბოროტ ძალებს, რომლებმაც ასე ვთქვათ ადამიანის დაცემას შეუწყეს ხელი, ხო? 60-ში როცა იყო და ეს პასაჟი არის ძალიან და არსებობს კიდე სხვანაირი განმარტებაც, რომ ამ კაცის ქვეშ, რომელსაც ავაზაკნი დაესხნენ თავს და განძარცვეს, შეგვიძლია რომ ვიგულისხმოთ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ დახმარებას საჭიროებსო. ესეთი განმარტებაც არსებობს. შემდეგ იმ მღვდელსა და ლევიტელის ქვეშ, რომელიც მას შეხვდნენ, ხო? იგულისხმებიან ცრუმართლები. ალბათ მე შევეხებით ამ თემას, მღვდელი და ლევიტელის საქციელი შეიძლება გახსოვთ, შეიძლება თუ არ გახსოვთ, აქ შევეხებით. იგულისხმებიან ცრუმართლები. ცრუმართლები ვინ არიან? წეღან ვიზაც ვისაუბრეთ, ხო? ვინც რჯულს თითქოს აღასრულებს გარეგნულად, მაგრამ მისი სული არ აქვს, არ ესმის მისი სული და რეალურად დაცლილია ყველანაირი სულიერებისაგან და მესამე ეს რაღაცას ამბობენ, რომ ხო და მესამე არის სამარიტელის ქვეშ იგულისხმება ისინი, რომლებიც ყოველთვის კეთილს უყოფენ, ვინც ყოველთვის მზად არის იმისათვის, რომ დაეხმაროს მოყვას. ასე აი ეს ადამიანები იგულისხმებიან იმ მოწყალე სამარიტელში. და ტექსტი ესე გრძელდება. ხოლო დამთხოვით აი ამ ადამიანის გაძარცვის და ცემის შემდეგ, ხო, იმ გზაზე გადის ვინმე მღვდელი. დამთხოვით მღვდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა წარხდა. ანუ გვერდი აუქცია და დაუტევა ის. და ეგრეთვე ლევიტელი. მასვე ადგილსა მივიდა, იხილა იგი და თანა წარხდა და ლევიტელმაც გვერდი აუარა. არ არის შემთხვევითი მღვდელზე და ლევიტელზე ხაზგასმა. და რატო? იმიტომ რომ მღვდლები და ლევიტელები მაშინდელი, ასე ვთქვათ, რჯულის აღმასრულებლები და მსახურები იყვნენ ეკლესიისა. მღვდლები არონის გვარიდან, ლევის ტომიდან იყვნენ ორივე, მაგრამ კონკრეტულად მღვდლები იყვნენ არონის გვარიდან, მოსეს ძმის არონის გვარიდან იყვნენ მღვდლები, რომლებიც აღასრულებდნენ მსახურებას, ხო, აკმევდნენ გუნდრუქს, ლოცულობდნენ ერისთვის და ასე შემდეგ და ლევიტელები იყვნენ მსახურები, ტაძრის მსახურები, რომლებიც ეხმარებოდნენ აი ამ მღვდლებს სხვადასხვა მსახურების აღსრულებაში. და ერთ-ერთ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან როლსაც თამაშობდნენ აი წეგან ვახსენე, ხო, იერიქონის დაცემა. აი იმ დაცემაში პირველ წინა პლანზე მღვდლები იყვნენ და მღვდლებს მიქონდათ ის ბუკი და ის რომ მათ შეიტანეს დიდი წვლილი ერთ სიტყვით ამ იერუსალიმის დაცემაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრათ მღვდლებსაც და ლევიტელებსაც. ორივე ეკლესიის მსახური იყო, ორივე ასე ვთქვათ კასტა, როგორც თუ შეიძლება ესე ითქვას. და აი ამ ორმა ადამიანმა, რომელსაც თითქოს ევალება რომ პირიქით აღასრულოს რჯული, პირიქით დაეხმაროს მოყვას, იმიტომ რომ მას ავალდებულებს რჯული, ორივე გვერდს უვლის და ტოვებს ამ ადამიანს ესე უყურადღებოდ. და მოდის მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა. მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. და გამოდის სამარიტელი ამ ადგილზე, შემთხვევით გაივლის და ხედავს ამ ადამიანს დაგდებულს და შეეწყალა, როგორც ტექსტიდან არის ნათქვამი და პატრონობს მას. და მინდა გითხრათ, რომ არც სამარიტელი არის შემთხვევით ნახსენები, სამარიტელები იყვნენ წარმართები. მოგეხსენება თქვენ, რომ იუდეველებს წარმართებიდან რჯულით ჰქონდათ აკრძალული ურთიერთობა, გამარჯვებასაც კი არ ეუბნებოდნენ. აი ერთ სუფრაზე დაждდომა ან რაღაცა საუბარი, გამარჯვების თქმაც კი ჰქონდათ აკრძალული. და შესაბამისად, მაცხოვარი აი ამით ამ ხელს გარკვეულწილად იუდეველებს, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ევალებოდა რჯულით, იმათმა არ აღასრულეს სიკეთე და აი სამარიტელმა, რომელიც არის წარმართი, ის ასრულებს იმათ მაგივრად, იმათს რაც უნდა აღესრულებინათ, ის ასრულებს ამ სიკეთეს და ბევრი განმარტებელი ამ მოწყალე სამარიტელის ქვეშ მოიხსენებს, ამბობს ეს რაღაცას, რომ მაცხოვარი ამ სიტყვებს რომ თავის თავს მოიხსენებს, როგორც ჩვენ, როგორც მოგახსენეთ წეღან, ხო, ეს ადამიანი, ვინც გადადიოდა იერუსალიმიდან იერიქოში, ჩვენი დაცემის სიმბოლოა, ხო? წავიდა 60-დან ცოდვისკენ და დაცემული კაცობრიობა ვინ აღადგინა ცოდვისგან, ხო, თავისი ჯვარცმით.
მაცხოვარმა და სწორედ აი მოწყალე სამარიტელში გულისხმობენ რომ თავისთავი იგულისხმაო ქრისტემ, ესე იგი სიმბოლურად ეს სამარიტელი ნიშნავს ქრისტეს, ანუ გამოხატავს ქრისტეს. და მივიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინო და ახსვა იგი კარაულსათვისა და მიიყვანა იგი ყოველთასა მის სადგურსა და იღვაწა იგი. ესე იგი ღვინო და ზეთი ეს მაშინდელ პერიოდში საკმაოდ ძვირი ფუფუნება იყო და ეს არის როგორი რაღაცა იცი, აი ღვინო იყო განწმედისათვის და ზეთი კიდე მწვავე ტკივილის შემსუბუქებისთვისო, ესე ამბობენ. ზოგი განმარტებელები ამბობენ რომ ეს არისო ზიარების სიმბოლოც, ზოგი განმარტებელი ამბობს რომ ზეთი და ღვინო, აი როგორც მაცხოვარი იგულისხმება მოწყალე სამარიტელში და ზეთი და ღვინო არისო ძველი და ახალი რჯული. ამ ძველი რჯულით ასე ვთქვათ შეუხვია ჭრილობა ჭრილობა მოუსუფთავა ღვინით, ხო, ღვინო არის ძველი რჯულიო და ახალი რჯულით ტკივილების შემსუბუქა, ანუ ახალმა აღთქმამ ასე ვთქვათ ჩვენ მოგცა საშუალება იმისა რომ შეგვემეცნებინა ქრისტე და მოგცა გზა ხსნისაკენ, ხო? მისი ამ ახალი აღთქმა მოიხსენებათ ეს არის ღვთის სიტყვა და იმას ესეთი სიმბოლური ასე ვთქვათ დატვირთვაც აქვს აი ამ ზეთს და ღვინოს. და ხვალისაგან გამორაივიდო და ორი დრახკანი მისცა, მიიყვანა სასტუმროში, მაშინდელ სასტუმროში როგორც იყო სადგური წერია აქ და ნუ სასტუმროში ორი დრახკანი მისცა ამ სასტუმროს მეპატრონეს და უთხრა ესეთი რაღაცა რომ იღვაწე ეგე და სხვა თუ რაიმე წარაგო უმეტესი მორავი და მიქცე შენ. ანუ მიხედე, ის მეორე დღეს მიდიო და მიხედე და თუ რამე ზედმეტი დაგეხარჯება რომ გამოვივლი ამას რა თქმა უნდა აუნაზღაურებდა და მისცემდა შემდეგ უკვე როცა დაბრუნდებოდა. და მაცხოვარი ასეთ კითხვას სვავს. ვინ უსვავს იმ ადამიანს? ვინ გონია ამ სამიდან მისი მოყვასი? ხო, ძელდება, ხო, ეს მის კითხვაზე იყო ეს იგავი მოყოლილი და ვინ გონია ამ სამიდან მოყვასი და ისევ თავისი პირით ათქმევინებს, ისევ თავისი პირით ეუბნება ეს რჯულის მეცნიერი, რომ ვინც რა თქმა უნდა უპატრონა და ყურადღება მიაქცია. აი ეს არის მთელი ამ სახარების, დღევანდელი სახარების, ასე ვთქვათ, შინაარსი და ამით რას გვასწავლის მაცხოვარი, რომ არ არსებობს ზოგადად ქრისტე თავისი ამ მოღვაწეობის პერიოდში, ხო, რაც სანამ დედამიწაზე ქადაგებდა, ხშირად აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება მიუღებელი იყოს იუდეველებისთვის, იმიტომ რომ აი წარმართებთან ურთიერთობს, მეძავებთან ერთად საჭმელს ჭამს, არავისთან ყოფნას არ თაკილობს და ამით აჩვენებს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ერთი მისთვის და ამით აჩვენებს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მისკენ ერთნაბიც გადადგავს და ანუ სინანულით მივა მასთან, ყველა შეწყდარებული მნიშვნელობა არ აქვს აი ამ შემთხვევაში, სწორედ ამას ამხელს მათ ამ ფარისევლების ამ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, რომ ყველა მოყვასია ქრისტესთვის. ესე გვასწავლის ჩვენ აი ამ იგავითაც, რომ ყველა მოყვასია მიუხედავად იმისა, ვინ რა რჯულის არის ამ შემთხვევაში იყო წარმართი, ხო, წარმართის მაგალითი მოგცა, რომ წარმართმა უპატრონა იმ ადამიანს. ამიტომ ღმერთმა ძალა მოგცეს, რომ ეს სახარებისეული იგავები იქნება, სწავლებები იქნება, ყოველთვის არა მარტო ვისმენდეთ, ხშირად ვამბობთ ამას ყველა სახარების წაკითხვის შემდეგ, ყველა განმარტების შემდეგ, რომ არა მხოლოდ ვისმენდეთ, სახარების სმენა არ არის საკმარისი. აი, მაგალითი გვაქვს, ხო, ისინი ჯულს ისმენდნენ, თითქოს აღასრულებდნენ კიდეც, მაგრამ მათ სული დაცლილი იყო ყველანაირი სიყვარულისგან. შესაბამისად, ჩვენ გარდა იმისა, რომ სახარებას უნდა ვისმენდეთ, უნდა ჩავწვდეთ მის სულს, შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა, დახმარებით წმინდა მამების იქნება განმარტებების და აღვასრულოთ ზუსტად ისე რჯული, როგორც ქრისტე გვასწავლის ამას და აი პავლე მოციქულის სიტყვებით დავამსრულებ, რომ რჯულის აღმასრულებელი რა არის? რჯულის აღმასრულებელი არის სიყვარული. ღმერთმა ძალა მოგცეს იმისა, რომ გვიყვარდეს ყველა, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ეს გვევალება პირდაპირ მნიშვნელობით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მეც აღარ მოგაცდენთ და